დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც მწვანე ტექნოლოგიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბანაკის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ როგორც მწვანე ტექნოლოგიებზე, ასევე აგრიტექზე, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ეს ცოდნა და ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობა მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და სხვადასხვა სექტორების განვითარების უპირობო შესაძლებლობაა. ხელოვნური ინტელექტი ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს მსოფლიოს წინაშე, განსაკუთრებით საქართველოში, განვითარებად ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი აი ამ კუთხით. გაიმართა საკმაოდ კარგი საინტერესო შეხვედრა თემაზე, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებულ მწვანე ტექნოლოგიებს და ამასთანავე ხელოვნური ინტელექტის ფუნქციას, ჩართულობასა და როლს ყოველივე ამაში. ვისაუბრეთ საკმაოდ სიღრმისეულად ხელოვნური ინტელექტის საწყისებზე, მის პრაქტიკულ გამოყენებაზე და ამასთანავე დიჯიტალიზაციის პროცესზე, კონკრეტულად მწვანე მიმართულებით. ახალგაზრდებმა, რომელთა ასაკი დაახლოებით 17-დან 22 წლამდე იყო, მიიღეს შემიძლია პრაქტიკული გამოცდილება და პრაქტიკული ხედვა, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ გაიმარტივონ გარკვეული დავალებების შესრულება და საერთო ჯამში ემსახუროთ მწვანე გარემოსა და ბუნებას თანამედროვე ტექნოლოგიებით.